და კიდევ ერთხელ დავაწყნარა ყველა სტუდენტი და თქვა რომ როგორც განათლების სამინისტრომ გააკეთა განცხადება, არცსასწავლო პროცესი არაფერი ემუქრება და სხვათა შორის ასეთი იყო ჩვენი პოზიცია, რომელიც გაჟღერებული იქნა გადაწყვეტილების მიღებამდე 24 საათით ადრე. ჩვენი ამ შემთხვევაში პროფესორ მასწავლებლების, რომლებიც არიან უკავად განთავისუფლებული, რომელთა საინსტიტუტო ჯგუფის წარმომადგენლები აქ გახლავან და ასევე ჩემი როგორც უფლებადამცველისა და ასევე ამ დარგის სპეციალისტის. მე იცით რომ ვარ ბიოლოგი, ვარ ვეტერინარი ექიმი მეორე განათლებით, ვარ ეკოლოგიის მაგისტრი და ეს საკითხი ორმაგად მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგანაც საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში, ვეტერინარული მედიცინის სფეროში არის უმძიმესი მდგომარეობა შექმნილი წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი მოქმედებათა გამო, რაც ძალიან სახიფათოა არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის, არა მხოლოდ ეკონომიკური დარგის განვითარებისათვის, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლისათვის, ვინაიდან ვეტერინარები, ალბათ ყველა მიცის, არიან მნიშვნელოვანი პროფესიის წარმომადგენლები, რომელიც ზრუნავენ არა მხოლოდ ცხოველთა, არამედ ადამიანთა ჯანმრთელობის გადარჩენაზეც და შესაბამისად ამ დარგში ის მძიმე ჩავარდნა, რაც სახეზეა, არის აღმოსაყრელი, რაც შეეხება კონკრეტულად აგრარულ უნივერსიტეტს. მას აქვს ძალიან სერიოზული პრობლემები კვალიფიკაციასთან დაკავშირებით იმ პროფილური დარგებისა, რომელიც მნიშვნელოვანი და მთავარი უნდა იყოს, თუნდაც სახელწოდებიდან გამომდინარე, რომელიც მთავარი იყო ადრეულ პერიოდში, რა თქმა უნდა, ხარისხი მაღალი არ წინამორბედი მმართველობის პირობებში იყო, მაგრამ ის რაც ხდებოდა კახაბენდოხიძის მმართველობის პერიოდში, ეს იყო კონკრეტულად სოფლის მეურნეობის დარგების, მათ შორის აგრონომიის, მათ შორის მეტყევეობის, რომელიც გაერთიანებულია ამ მმართველობაში, ну, რამდენად სწორია სხვა საკითხია, მათ შორის ვეტერინარული მედიცინის კუთხით არის მიუღებელი, რადგანაც ხდებოდა თანათანობით ჩანაცვლება ამ პროფილური მმართველობისა სხვა პრიორიტეტებით, რომელიც ამოსავალი წერტილი გახდათ პენდუქიძის პირადი ფინანსური კომერციული ინტერესები. მაგალითად, გაიხსნა ისეთი სპეციალობები, ისეთი ფაკულტეტები, რომლებიც არ იყო არანაირ კავშირში აგრარულ მეცნიერებებთან და ვეტერინარულ მედიცინასთან. აქედან გამომდინარე, ასეთ შორის შეიძლება დავასახელოთ სამშენებლო მიმართულება, ბიზნესის მიმართულება და სხვა. შესაბამისად, დადგა რეალური საფრთხე იმისა, რომ აგრარული უნივერსიტეტი გადაქცეულიყო კონკრეტულ კომერციულ საწარმოდ, კომერციულ სასწავლებლად, რომელიც აღარ უზრუნველყოფდა საქართველოში იმ ძირითადი დარგების განვითარებას, როგორც არის ვეტერინარია, აგრონომია, მეტყევეობა და ასე შემდეგ. ამაზე მეტყველებს უნდა სტუდენტთა რაოდენობის კლება, კატასტროფული კლება ამ მიმართულებით. საშუალოდ თუ მაგალითად მეტყევეობის ფაკულტეტზე 50 სტუდენტი სწავლობდა, დღეის მდგომარეობით 1 ათეულს არ აღემატება და თუ არ ვცდები 2 სტუდენტამდე კი დავიდა მათი ოდენობა. ჩვენ გვინდა ჩვენი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ფინანსურმა პოლიციამ, პროკურატურამ გამოიძიოს ის თუ როგორ მოხდა მიზერულ ფასში კახაბენდოხიძის საკუთრებაში აგრარული უნივერსიტეტის უზარმაზარი კოლოსალური ქონება, რაც შედგება ორი ყოფილი უნივერსიტეტის ქონებისაგან, ეს არის ყოფილი სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი და ეს არის ზოოვეტერინარული უნივერსიტეტი, ასევე კვლევით დაწესებულებები, 14-მდე კვლევით დაწესებულება დღეს არის უმძიმეს მდგომარეობაში. ზოგ შემთხვევაში ფიზიკურ დაზიანებამდეც კი მივიდა საქმე, მაგალითად მეაბრეშუმეობის კვლევით ინსტიტუტის შემთხვევაში შენობის დაზიანებაზე საუბარი, ზოგ შემთხვევაში სასწრაფო ბაზების გამოყენება მოხდა სხვა მიმართულებით, სხვა ტიპის მშენებლობები განხორციელდა და არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც დღეს თანამშრომლების გარეშე არიან დარჩენილი, მაგალითად ნიადაგთმცემლობის ინსტიტუტი, იგივე რადიობიოლოგიის ინსტიტუტის მდგომარეობა არის უმძიმესი და ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ ერთის მხრივ მეცნიერების დარგებს კლავენ და თითოეულად თანამშრომელი თუ დარჩა და აი ესეთი ცინიკური ფაქტიც კი გვაქვს სახეზე, როგორც ნიადაგთმცემლობის ინსტიტუტის შემთხვევაში, რომელსაც თანამშრომლის გარეშე დატოვეს, რადიობიოლოგიის ინსტიტუტთან დაკავშირებით კი არა მხოლოდ ეს მიმართულება არის აღსანიშნავი, არამედ ის რომ რადიაციული უსაფრთხოების თვალსაზრისით ამ ინსტიტუტში არსებული მდგომარეობა დღეისათვის არის სახიფათო, ის დატოვებულია რეალურად დაცვის გარეშე და იქ განთავსებულია რადიოაქტიული ნარჩენების საცავი, რომელსაც ჭირდება მოვლა პატრონობა და ეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია. მოთხოვნებთან დაკავშირებით, გარდა ქონებრივი საკითხების გამოძიებისა, ჩვენ მოვითხოვთ, რომ უნივერსიტეტში ასწავლონ სათანადო კვალიფიკაციის პროფესორ მასწავლებლებმა, მათ შორის აღდგენილი იქნეს უკანონოდ განთავისუფლებული პროფესორ მასწავლებლები და ამასთანავე მათი ადგილი დღეს ხშირ შემთხვევაში დაკავებული აქვს ბაკალავრებს. ბაკალავრების მიერ კი უნივერსიტეტში სწავლება ნამდვილად არ არის მიღებული ცივილიზებულ სამყაროში. ამაზეა საუბარი. არანაირად ჩვენ არ გვინდა ან მოქმედი, ან ყოფილი სტუდენტების უფლების შელახვა. პირიქით, მათ უფლებებს ვიცავთ და ამიტომ გვინდა რომ მათ ყავდეთ კვალიფიცირებული ლექტორები და კვალიფიცირებული ლექტორებმა მიცენ ისეთი ცოდნა, რომელსაც გამოიყენებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და იქნებიან კონკურენტუნარიანი და მხოლოდ კახაბენდოხიძეს ნუ დაუჯერებენ და ნუ ჩათვლია რომ დღეისათვის შეღებილი ფასადები არის პროგრესის ნიშანი მხოლოდ და მით უმეტეს იმ სპეციალობების ფარგლებში, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მდგომარეობა ძალიან რთულია, იმიტომ რომ თუ ესე გაგრძელდა და წინაპირობა იმისა, რომ არ გაგრძელდება არის დღევანდელი მდგომარეობა, რომ გარკვეული, ასე ვთქვათ, ზომები იქნა მიღებული განათლების სამინისტროს მხრიდან, ამ შემთხვევაში
ჩვენ შეიძლება სულ ცოტა ხანში სანთლით საძნელი და გაგვიხდეს ქვეყანაში ვეტერინარი, მეტყევე, აგრონომი თუ ასე შემდეგ, რაც ბუნებრივია, სრულიად წარმოუდგენელი და დაუშვებელია თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ახალი ხელისუფლების პრიორიტეტული მიმართულება არის ერთ-ერთი სოფლის მეურნეობა, რომელსაც ჭირდება საგანმანათლებლობაც და ჭირდება სათანადო სამეცნიერო მიმართულების გაძლიერება. დღეის მდგომარეობით კი კვლევით დაწესებულებები დახურულია, ესე იგი, ამ მიმართულებებით ფაკულტეტებისა და კათედრების შერწყმა და მათზე, ასე ვთქვათ, მათზე შეტევა არის სახეზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ უნდა გაგრძელდეს ჩვენი ბრძოლა, რომლის მიზანია, რომ საქართველოს სოფლის მეურნეობა და ვეტერინარია იყოს პრიორიტეტული, რომ პროფესორ მასწავლებლები აღდგენ, რომ მოქმედება სტუდენტებმა დაამთავრონ სასწავლებელი და ასევე აღდგენილი იქნას ის 600-ზე მეტი სტუდენტი, რომელიც გარიცხული იქნა ამ უნივერსიტეტიდან როგორც წესი კანონდარღვევით, ისევე როგორც პროფესორ მასწავლებლები. ეს არის მნიშვნელოვანი. ყველა სტუდენტს მინდა უთხრა, რომ ჩვენ მათი სასწავლო პროცესის გაგრძელების მომხრენი ვიყავით, რჩებით და ვიქნებით ყოველთვის და როგორც ჩვენ ვიცით, არანაირი საფრთხე ამ ხრივ არ არსებობს და არის პოლიტიკური სპეკულაცია და მეტი არაფერი კახა ბენდოქიძის მხრიდან, ბინძური სპეკულაცია, როცა ის ცდილობს მისა და მიხეილ სააკაშვილის შორის არსებული კორუფციული კავშირები, მისი შედეგად მიღებული უნივერსიტეტი ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ. გადაარჩინოს ეს ქონება და არა უნივერსიტეტი სტუდენტების ხელით, რომელთაც სწავლის უფლება აქვთ და მათ სწავლის უფლებას არავინ არ უნდა შეეხოს და როგორც ვიცით, არც ეხება ამ დროისათვის. ბატონ ზურაბს თუ შეიძლება თუ ბატონ ზურაბ. ბატონმა ლაშამ ზოგადად მიმოიხილა ის სიტუაცია, თუ დღევანდელ აგრარულ უნივერსიტეტში რა მდგომარეობაა. მე მინდა თითოეულ საკითხზე განმარტებები გავაკეთო დარღვევებთან დაკავშირებით, საერთოდ ზოგად მდგომარეობაზე აგრარულ უნივერსიტეტში, რამე თუ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ნათლად დაინახოს დღევანდელი მდგომარეობა აგრარულ უნივერსიტეტში. მოდით დავიწყოთ გასხვისების სქემით. კარგად მოგეხსენებათ, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ჰქონდა სახელმწიფო სტატუსი, რამე თუ ყოველთვის საქართველოში აგრარული მიმართულება ითვლებოდა ისეთ დარგად, რომელიც აუცილებელი იყო ქვეყნისთვის. გეგმა ზუსტად აგრარული დარგის დისკრედიტაციისკენ დაიწყო იმით, რომ და საერთოდ ზოგადად სოფლის მეურნეობის დისკრედიტაციისკენ დაიწყო იმით, რომ აგრარული უნივერსიტეტის გასხვისების გეგმა დაიდო. ეს განხორციელდა შემდეგნაირად. აგრარული უნივერსიტეტის მთელი ქონება იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ბალანსზე. მან შექმნა შპს აგრომეტი, რომელიც ფლობდა 100%-იან წილს აგრარული უნივერსიტეტისას. შემდგომ გარკვეული პერიოდის შემდეგ განათლების სამინისტრომ 50% დაიტოვა თავის საკუთრებაში, ასე ვთქვათ, წილში შევიდა როგორც სახელმწიფო განათლების სამინისტროს სახით ამ შპს-ში, ხოლო 50% აიღო თავის საკუთრებაში ცოდნის ფონდმა, რომლის დამფუძნებელი გახლავთ კახა ბენდოქიძე. აი აქ ერთვება უკვე მისი ხელი, ასე ვთქვათ, ჩნდება, ხოლო სულ 5 დღეში რატომღაც განათლების სამინისტრომ სახელმწიფოს სახით უარი თქვა აგრარული უნივერსიტეტის ქონებაზე იმ 50%-ზეც და სრულიად ახლად შექმნილ ფონდს, აგრარული მეცნიერებისა და განვითარების ფონდს, თავის 50%, ანუ მთლიანობაში 100%-იანი წილი გადასცეს. შემდეგ უნივერსიტეტში აი ეს იყო სქემა და უნივერსიტეტში მოგვევლინა ახალი რექტორი, ბატონი ლაშა გოციიძე, რომლის მოღვაწეობის შედეგად მოხდა ის, რომ აგრარულ უნივერსიტეტში 1000-ზე მეტი როგორც დამხმარე პერსონალი, ასევე პროფესორი, ასევე მეცნიერ თანამშრომელი იმ 14 კვლევითი ინსტიტუტიდან, რომელზეც ბატონმა ლაშამ მოგახსენათ, დათხოვილი იქნა სამსახურიდან. ასევე 609 სტუდენტს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. აქ მოგახსენათ ბატონ ლაშამ, რომ ეს იყო კანონმდებლობის დარღვევით მათი სტატუსის შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ავტორიზაციის საბჭოზე ეს საკითხი განიხილა და დადასტურდა, რომ ნორმატიულ დოკუმენტებთან აგრარული უნივერსიტეტის შიდა დოკუმენტები იყო შეუსაბამობაში. ანუ კონკრეტულად, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა დგება, სტატუსის შეწყვეტამდე უნდა იყოს 6 თვიანი, უпростоად მათ ჰქონდათ ჩადებული 6 თვიანი პერიოდი და წესით განათლების კანონის მიხედვით არის 12 თვიანი პერიოდი. ანუ სტუდენტებს 12 თვის მანძილზე სტატუსი არ უნდა შეწყვეტოდათ. ამან გამოიწვია ის, რომ
რექტორატიდან პასუხი იყო მეორე სხდომაზე, რომ ეს საკითხი მათ გამოასწორეს უკვე, ანუ ჩაასწორეს თავის დოკუმენტში და გახადეს 12 თვიანი. მაგრამ აქვე ჩვენ ვსვავთ საკითხს, რა ეშველება იმ 609 სტუდენტს, რომელიცაც აქამდე შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, გავიდა მას მერე 1 წელიწადი და იგივე განათლების კანონის საფუძველზე მათ უკვე აღარ შეუძლიათ სტუდენტის სტატუსის აღდგენა ეროვნული გამოცდების გარეშე, ანუ ყველაფერი თავიდან აქვთ გასავლელი, თუნდაც მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტებს. ანუ ის ნასწავლი, რაც მათ განათლება მიიღეს, კრედიტები აითვისეს, მათთვის არის დაკარგული. რაც შეეხება სასწავლო პროგრამებს. სასწავლო პროგრამები აგრარულ უნივერსიტეტში ისმებოდა შეკითხვა, ძალიან ბევრჯერ დაისვა შეკითხვა, თუ აგრარულმა უნივერსიტეტმა 2010 წელს მოახერხა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის გავლა. რატომ გახდა დღეს პრობლემა აგრარულ უნივერსიტეტში ამა თუ იმ პროგრამაზე ავტორიზაციის საკითხის გაუვლელობა, ასე ვთქვათ და გაუქმება ავტორიზაციის საკითხის. მოგახსენებთ, რომ ავტორიზაციის საკითხებს ავტორიზაცია მოიცავს 3 საკითხს. ეს არის უნივერსიტეტს უნდა კონდეს მატერიალური რესურსი, უნდა კონდეს ადამიანური რესურსი და უნდა კონდეს სასწავლო პროგრამების შესაბამისად კანონმდებლობისად დამუშავებული. პირველი, ადამიანური რესურსი უნივერსიტეტს 2010 წელს, რა თქმა უნდა, გააჩნდა, სანამ განხორციელდებოდა ახალი მენეჯმენტის მიერ იმ აკადემიური პერსონალის დათხოვნა სამსახურიდან, მე მინდა აღნიშნო კვალიფიციური აკადემიური პერსონალის, რომლებიც ზოგ შემთხვევაში ავტორები იყვნენ ამ საგანმანათლებლო პროგრამების, ზოგიერთი მათგანი განხორციელებელი. შედეგი ნათელია მე მგონი, თუ რატომ ვერ გაიარა ამა თუ იმ პროგრამამ ეხლა ავტორიზაცია, იმიტომ რომ მათ მიერ დადებული ახალი პროგრამები სრულიად არ შეესაბამება, მინდა გითხრათ, როგორც პროფესიონალმა ზოგიერთ საგანმანათლებლო პროგრამაში სრულიად არ შეესაბამება ბაკალავრიატის ხარისხის მინიჭებას. ავტორიზაციის საკითხის გაუქმება გულისხმობს თუნდაც ამ 3 კომპონენტიდან ერთ-ერთის გაუვლელობას და დაუკმაყოფილებლობას. თუმცა მინდა გითხრათ, რომ დასკვნაში მითითებული იყო უამრავი რაოდენობა საკითხებისა, რომელიც აგრარულ უნივერსიტეტს არ ქონდა გამოსწორებული და დაკმაყოფილებული. უკეთესად ჩაგეკითხებით, რამდენი ლექტორი იქნეს გათავისუფლებული და უნივერსიტეტში ამბობენ, რომ საერთაშორისო გამოცდილების შეკითხვებზე გაგცნობ პასუხი შეიძლება? კარგი. უბრალოდ დააზუსტეთ, რამდენი ლექტორი იქნა გათავისუფლებული და ლექტორი. სამდა პროფესორს. ჩვენ კონკრეტული რიცხვებით შეგვიძლია აგერ მივუთითოთ. დიახ. ეხლა რაც შეეხება, ბატონო ხო 1000-ზე მეტი. ავტორიზაციის, ანუ განათლების სამინისტროს მიერ შექმნილმა მონიტორინგის ჯგუფმა აგრარულ უნივერსიტეტში ვიზიტის შედეგად დადო დასკვნა 88 გვერდიანი. მინდა გითხრათ, რომ ეს დასკვნა მოიცავს როგორც ავტორიზაციის, ასევე აკრედიტაციის სტანდარტების საკითხებს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე განხილული არის მხოლოდ ავტორიზაციის საკითხები, რაც წეგან მოგახსენეთ, ჩამონეთვალი იმ 3 საკითხისა, მათ შორის იყო ერთ-ერთი, რა თქმა უნდა, ადამიანური რესურსი და რატომ ვერ დააკმაყოფილა ადამიანური რესურსი აგრარულმა უნივერსიტეტმა. არსებობს აგრარულ უნივერსიტეტში პროგრამები, ნამდვილად მახსოვს იმ დასკვნიდან სამართლის პროგრამა და ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, სადაც მხოლოდ მოწვეული პერსონალით ხორციელდება საგანმანათლებლო პროგრამა. ამას კანონმდებლობა კრძალავს. მათ შორის მოწვეულ პერსონალში არიან ბაკალავრიატის ხარისხის სტუდენტები, ჩვენის აზრით საეჭვო ხდება მათი შესაბამისობა, მე ვგულისხმობ კვალიფიკაციას, რომ ბაკალავრიატზე ესა თუ ის საგანი წაიკითხონ. თუმცა ეს ჩვენი ეჭვი უფრო მეტად გამყარდა, როდესაც ავტორიზაციის საბჭოზე რექტორის მხრიდან მოვისმინეთ ესეთი აზრი, რომ მე როგორც უნივერსიტეტის რექტორს უფრო პრიორიტეტს ვაინჭებ თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულის დიპლომს და მის კვალიფიკაციას, ვიდრე თუნდაც თეთრწვერა და თმაჭაღარა დოქტორების იმ დიპლომებს, რომლებიც მეცნიერებათა აკადემიის მიერ გარკვეული წლების წინ იყო გაცემული. აი ამ პოზიციით მან დაადასტურა და უფრო გაამყარა ჩვენი ეჭვი, რომ შესაბამისად იქნებოდა რასაც მოგახსენეთ აი ეს სტანდარტი დარღვეული და აქ მე მინდა აღვნიშნო. აქ რა სქემა მუშაობს? რატომ არიან ეს გვარი, ეს 30 გვარია დაფიქსირებული დასკვნაში, რატომ არიან ეს ახალგაზრდები დასაქმებული აქ?
ბატონ კახა ბენდუგიძეს აქვს ესეთი ასე ვთქვათ გეგმა და ყველა მეცის ეს საქართველოში რომ თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლების პერიოდში არის ასე ვთქვათ გადასახადის გარეშე, შემდგომ დასაქმების შემდეგ იხდიან ეს სტუდენტები თავისი ხელფასიდან სწავლის გადასახადს. აქ ზუსტად მუშაობს ეს სისტემა, ანუ თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები დასაქმებული არიან სხვადასხვა საგნების დასაკითხად აგრარული უნივერსიტეტის სხვადასხვა კურსზე და შესაბამისი ანაზღაურებიდან იხდიან სწავლის საფასურს. აქვე მინდა გითხრათ, ძველი თანამშრომლები, რომლებიც აგრარულ უნივერსიტეტში დარჩნენ, მაღალ კვალიფიციური ზოგიერთი მათ შორის, რომელთა ხრებზე ყოველთვის იდგა აგრარული უნივერსიტეტი და მათ ხრებზე გადაიარა როგორც ჩვენი დანარჩენი პედაგოგების ხრებზე, რომელიც დღეს უნივერსიტეტში აღარ ვიღებთ მონაწილეობას სასწავლო პროცესში, მათი ანაზღაურება შეადგენს სადღაც 600-დან 800 ლარამდე, ხოლო ამ სტუდენტების ანაზღაურება მოწვეული პედაგოგებად, მოწვეულ ლექტორებად შეადგენს სადღაც 1500-დან 2000 ლარამდე. აი აქაც ჩანს ეს დისკრიმინაციული ნაწილი, რაც შეიძლება იყოს ამ ორ მიმართულებას შორის. ანუ თქვენ კარგად ხედავთ აქედან გამომდინარე თუ როგორ აფასებს დღევანდელი მენეჯმენტი უნივერსიტეტისა ადამიანის კვალიფიკაციას. თქვენ დროში როგორ შეგდული ხართ თუ არა? არა. ალბათ მიმართვა ბოლოს, მე მინდა გითხრათ, ბატონო ლაშამ აღნიშნა საწყეო ფაკულტეტი. საწყეო ფაკულტეტზე ილაპარაკეთ, დიახ, მაგრამ აქვე მინდა აღნიშნო უპირველესი ფაკულტეტი უნივერსიტეტში, ეს არის აგრონომიული ფაკულტეტი იყო. დღეს აგრონომიული ფაკულტეტი აღარ არსებობს, ეს არის აგროტექნოლოგიის ფაკულტეტი, სადაც გაერთიანებულია როგორც კვების პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობა, ასევე აგრონომიის სპეციალობა, ასევე ვეტერინარია, ასევე მეღვინეობა, მევენახეობა და ასე შემდეგ, მრავალი სპეციალობა. ამას კიდე არა უჭირს. მე მინდა გითხრათ უფრო უარესი, ადრე აგრარულ უნივერსიტეტში, ადრე გულისხმობ სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს სულ რამოდენიმე წლის წინ. იყო ესე ყველის, რძის, ღვინის ტექნოლოგია, ლუდის ტექნოლოგია, პურის ტექნოლოგია, მაკარონის ტექნოლოგია, ყველა ეს იყო სპეციალობები, თავისთავად 4 წლიანი პროგრამებით. ახალმა მენეჯმენტმა უნივერსიტეტში განსაზღვრა ალბათ ბჭყალებში და გააკეთა ესე. კვების პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალობა შექმნა, სადაც მე-4 კურსზე, მე-7 და მე-8 სემესტრში მე თან მაქვს წამოღებული მათი კურიკულუმი პროგრამა და შემიძლია წარმოგიდგინოთ მე-7 და მე-8 სემესტრში იკითხება ყველა ის ტექნოლოგია, რომელიც ადრე წარმოდგენილი იყო სპეციალობებად. ესეც უკავშირდება ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების დაუცველობას, რამე თუ აი ეს მასალა, რაც სტუდენტების მხრიდან უნდა იყოს შესწავლილი, არის აუთვისებადი იმ დროში, რა დროც აქვს მათ მოცემული. ანუ იმ კრედიტებში რა კრედიტებიც უნდა აითვისონ ამ საგნებში. რამე თუ ეს არის უზარმაზარი მასალა და აი ამ სასწავლო გეგმით, ზუსტად კვების პროდუქტების ტექნოლოგიის სპეციალისტის ჩამოყალიბება ცოტა უხერხულია, ძნელად დასაჯერებელია, რომ ეს მოხდება და არა რეალურია, რა თქმა უნდა. ეს რაც შეეხება ამ პროგრამებს. რატომ მაშინ გადავიდეთ ვეტერინარია? მე ძირითადად მინდა შევეხო ვეტერინარიისა და ზოოტექნიკის საკითხებს. ვეტერინარია საერთოდ იყო 5 წლიანი რეგულირებადი პროგრამით და ბატონი ბენდუქიძის ხელში ეს გახდა 3 წლიანი და მილევად რეჟიმზე გადავიდა სწავლება. რას ნიშნავს? არ ყავთ პირველი კურსი, მეორე კურსი, მესამე კურსი და ყავთ მხოლოდ მე-4 კურსი, რომელსაც შეუერთეთ ზოოტექნიკური სექტორიც და აი ესენი ახლა მაისში 31 მაისს დაამთავრებენ ინსტიტუტს და საერთოდ ვეტერინალური მიმართულებით და ზოოტექნიკური მიმართულებით სტუდენტი აღარ იქნება. ეს ყველაფერი მოქმედებს იმაზე, რომ ვეტერინარიის გარეშე მე მგონი საერთოდ არ შეიძლება არ კაცობრიობის სიცოცხლის უნარიანობაც კი არ შეიძლება. იმდენად დადებითი და იმდენად აუცილებელი პირობაა ვეტერინარი ექიმის არსებობა. და რაც შეეხება ზოოტექნიკურ სექტორს, საერთოდ გააუქმა და როგორც საგანი, ისე შეიყვანა სასწავლებლად ვეტერინალურ სპეციალობაში.
რეგულირებადი იმიტომ არის, რომ 5 წელზე ნაკლები არაფრით არ შეიძლება ვეტერინალური სწავლება იყვეს, როგორიც არის სამედიცინო სწავლება. 5 წელზე ნაკლები არ არის და მე არის ეტაპობრივად სხვადასხვა სტადიები, საფეხურები, რომელიც უნდა გაიაროს. მიაღწია ბატონმა ბედუქიძემ და მისმა თანამშრომლებმა, რომ ეს დარგი მილევად რეჟიმზე გადაიყვანა. 3 წლიანად გადააკეთა 5 წლიანი საფეხური. ეს ყოვლად დაუშვებელია და ყოვლად მიუღებელია საერთოდ. აგი, დიდი მადლობა და თუ შეიძლება დაუბრუნდეთ კიდევ პატარა განცხადება და შეკითხვები თუ იქნება. კატლან დაბრძანეთ და კი ბატონო. ერთი წამის ფონდის ხელში ძალიან დაბალ ფასად აგრარული უნივერსიტეტი, მასთან დაკავშირებული კვლევით დაწესებულებები და სხვა მატერიალური ქონება, მათ შორის მიწები 10-ობით ჰექტარი, 100-ობით ჰექტარი მიწა საბოლოო ჯამში საქართველოს ტერიტორიაზე, შენობანაგეობები, ამასთანავე რაც შეეხება ცოდნის ხარისხს. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ბაკალავრები უმაღლეს სასწავლებელში არ ასწავლიან, მით უმეტეს ბაკალავრეტის სტუდენტები და ეს ავნებს პირველ რიგში მოქმედ სტუდენტებსაც, რომელთა ინტერესების დაცვას ჩვენ ვითხოვთ მათი სასწავლო პროცესის შენარჩუნების პირობებში, მაგრამ უკანონოდ განთავისუფლებული კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების აღდგენის კვალობაზე, რის გარეშეც ბუნებრივია მათი ცოდნა დარჩება ფარატნია ქაღალდზე დაბეჭდილ დიპლომად. ეს არის მთავარი. და ამასთანავე მინდა მათ მიმართო, რომ არ შეგიყვანოთ შეცდომაში ადამიანმა კახა ბენდუქიძემ, რომელმაც ხელში ჩაიგდო ეს მატერიალური ქონება და დღეს ცდილობს თქვენით манипуლირებას. იმიტომ რომ რეალურად ამ შემთხვევაში არავინ არ მოითხოვს, ყოველ შემთხვევაში მიაცდით მოთხოვნა არ გამიგია, რომ სასწავლო პროცესს რაიმე დაემუქროს. პირიქით, მისი ხარისხი უნდა გაიზარდოს სწავლების ხარისხის გაზრდის კვალობაზე, რაც უნდა მოხდეს ახალი კონკურსების და უკანონოდ განთავისუფლებული პროფესორ-მასწავლებლების აღდგენის ხარჯზე. და ერთი მნიშვნელოვანი საბჭოთა შემიტევები რომ გუშინ რა ინფორმაციაც ვრცელდებოდა ყოველ შემთხვევაში აგრარული უნივერსიტეტის რექტორატი, რასაც აცხადებდა, ისინი პირიქით მაგით ამაყობდნენ ზუსტად, რომ კვლევები, სამეცნიერო კვლევები ფინანსდება და ამდენი ინვესტიცია ამ მიმართულებით არასდროს დახარჯდა. ეხლავე გეტყვით და თუ აისახა, იმიტომ რომ ჩვენ ეს დოკუმენტი წერილობით არ გვინახავს, მხოლოდ განცხადებების დონეზე ვიგებთ ინფორმაციას. თავარი პრობლემა არის რაში? თავარი პრობლემა მექანიკურ რაოდენობაში კი არა, ამხრივად საკამათო ბევრია. თავარი პრობლემა არის ის, რომ კონკრეტული დარგების, რომელიც იყო ამოსავალი წერტილად უნდა ყოფილიყო ამ უნივერსიტეტისათვის და ქვეყნისთვის შესაბამისად, გადადგურებები მიმდინარეობდა. მაგალითად, ბიზნესის ადმინისტრირების სფერო, როგორ შეიძლება აგრარული სახელმწიფოებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის იყოს წამყვანი. ძალიან კარგი სფეროა, ძალიან საჭირო სფეროა, მაგრამ აგრარული უნივერსიტეტი იმისთვის შეიქმნა დაახლოებით 80 წლის წინ. უბრალოდ სასწავლო უნივერსიტეტი და ცალკე ზოოტექნიკურ სავეტერინარო უნივერსიტეტი, რომლებიც შემდეგ ხელოვნურად გააერთიანეს და ისინი არ უნდა გაერთიანებული იყვნენ და სხვათა შორის ერთ-ერთი იშვიათი ვიყავი ამ უნივერსიტეტის წარმომადგენელი, ვინც მე მაშინაც ამის წინააღმდეგ გამოდიოდი, ეს 2006-7 წლები იყო. რომ ეს მიმართულები განავითარებია. დღეს კლავენ საქართველოში ვეტერინარიას, აგრონომიას, მეტყევეობას, ეს ხდება როგორც საერთო პროცესში სტუდენტების მიღების საბოლოო ჯამში შემცირების ხარჯზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ასევე ამ დარგის პროფესიონალების განთავისუფლების გზით. და ეს ყოველივე კეთდება, იმიტომ რომ ეს არ იყო მათთვის საინტერესო, მათთვის საინტერესო იყო სხვა მიმართულებების გავითარება, რომელიც ამ წუთას იყო ბაზარზე მოთხოვნადი და ამ წუთას ბაზარზე რომ მოთხოვნადი, ეს არნიშნავს, რომ ხვალ არ დაგვჭირდება და დღეს არ გვჭირდება სოფლის მეურნეობის სპეციალისტები, ვეტერინარები, მეტყევეები და ასე შემდეგ. აი ეს არის და ეს. ეს ეხება კვლევასაც. კვლევით დაწესებულების უმრავლესობა გადაქცეულია ფორმალობად. ხოლო აბრაღა დარჩა იგივე მაგალითად ნიადაგსვენობის ინსტიტუტიდან, რომელსაც ქაღალდზე ერთი თანამშრომელიც კი არ ყავს, თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი რამ დედამიწაზე შეიძლება ხდებოდეს, რომ კვლევით დაწესებულება არის, რომ მკითხოთ, არ მოერიდება და გიპასუხებენ, რომ არსებობს კვლევით დაწესებულება, მაგრამ მას შტატი აღარ აყავს. მე მგონი ამაზე მეტი და არა ამ წუთას საერთოდ არ აყავს ნიადაგსვენობის ინსტიტუტის თანამშრომელი არ აყავს ამ წუთას. ჩვენი ინფორმაციით არაფერი შეცვლა თუ უკანასკნელ დღეებში არ შეიცვალა რამე. და ამასთანავე არ შეცვლა. ამასთანავე არანაკლებ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ თავად კახა ბენდუქიძე აშკარად გვევლინებოდა და ხშირად გვევლინებოდა წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმ იდეოლოგიის ავტორად, რომელიც ამბობდა, რომ სოფლის მეურნეობა, გლეხობა ყოფილა ჩამორჩეილობის ნიშანი, ზედმეტი თავის ტკივილი, ასე სიტყვებით გვახსოვს მისი მხრიდან ჩვენ გლეხობასთან მიმართებაში და ეს საერთოდ ქვეყანაში, რომელსაც უდიდესი ისტორია გააჩნია და სახელწოდება გააჩნია, რომელიც მიწას უკავშირდება და აგრარულ, ასე ვთქვათ, ფუძეს უკავშირდება ეტიმოლოგია სიტყვისა, უხერხული არ ბილათო ვთქვათ და მით უმეტეს მისთვის სოფლის მეურნეობის დარგში უნივერსიტეტის გადაცემას რაც შეიძლება მოეტანა, ეს
სახეზეა და ამან გამოიწვია დღევანდელი მდგომარეობა, რომ ეს დარგები კვდება და მათ დროულად ჭირდება გადარჩენა, როგორც განათლების, ასევე მეცნიერების სფეროში. ჩვენ მივმართეთ დაახლოებით რამოდენიმე თვის წინ მივმართეთ პროკურატურასაც, ფინანსურ პოლიციას გადაეცა ეს დოკუმენტაცია, გამოძიება ამ ეტაპზე დაწყებულია თუ არა ოფიციალურად ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის. ჩვენი მოთხოვნა არის ძალაში, დიახ, ჩვენი მოთხოვნა ძალაშია და ჩვენ თulit რომ უამრავი, რბილად რომ თქვათ, საეჭვო გარემოება არის, რაც მიუთითებს იმაზე, რომ უნდა იყოს სახეზე ცხვილი კორუფციული გარიგება, იმიტომ რომ მთლიანობაში ქონება არის ძალიან დიდი 100 ჰექტარი მიწა საქართველოს ტერიტორიაზე ჯამურად, მათ შორის 60 ჰექტარი თბილისის ტერიტორიაზე, როგორც მონაცემები არის ჩვენს ხელთ და ამასთანავე შენობა ნაგებობები 14 კვლევით დაწესებულებაზეა საუბარი, მათ ნაწილზე უარს აცხადებს აგრარული უნივერსიტეტი, რომ ისინი თითქოს სახელმწიფოს ბალანსზე დარჩენილი, ეს კიდევ გასარკვევია გამოძიების მიერ და ამასთანავე მათი ნაწილის საკუთრებას აღიარებს აგრარული უნივერსიტეტი, თუმცა ჩვენი ინფორმაციით ისინი იყო მთლიანად მათთვის გადაცემული, მაგრამ ეს გამოძიება უნდა დაადგინოს სწორედ რა კავშირები იყო გამოძიება ვალდებული გაარკვიოს არა მარტო ეს საკითხი, არამედ ინვესტიცია, რომელზეც ხშირად საუბრობს კახაბენდოქიძე 16 მილიონიანი, ჩვენი აზრით ძალიან მცირედი ინვესტიცია, რამდენად რეალურად იქნა განხორციელებული, რამდენად მიზანმიმართულად და 8 წელიწადში კიდევ რომ ვალდებულებები არჩება საერთოდ ახალშეკრულების თანახმად აგრარულ უნივერსიტეტსა და კახაბენდოქიძეზე 8 წელიწადში რა გვექნება ჩვენ თუ ეს ყოველივე შენარჩუნდა ამ საკით, ეს კიდევ რბილად თქოს საკითხავია. 8 წელიწადში შეუძლია საერთოდ უარი თქოს ამ უნივერსიტეტის არსებობაზე, ის დააკუცმაცოს და მიწებად გაყიდოს ისე რაც ადრეც იყო შემჩნეული. 8 წელიწადში აღარანაირი ვალდებულება აღარ რჩება ამ უნივერსიტეტის შენარჩუნებისა ცოდნის სპონსორს შესაბამისად კახაბენდოქიძეს. ხელშეკრულების დადებიდან 8 წელიწადში. პროფილის შეცვლა უკვე დაწყებულია, ჩვენ ხედავთ სიმბოლურად არის გადაქცეული ისეთი მნიშვნელოვანი დარგები, როგორც ვეტერინარია, მეტყევეობა, აგრონომია და ასე შემდეგ და ვეტერინარიაზე უბრალოდ შევჩერდები ორი წუთით კიდევ. ვეტერინარია ადამიანის სიცოცხლისთვის რომ არის მნიშვნელოვანი. მე პირადად ყოველ ცოცხალ არსებას პატივსებ და ძალიან მიყვარს ცოცხალი არსებები და ვეგეტარიელიც კი ვარ, მაგრამ ამაზე არ არის ლაპარაკი. იმის გამო რომ ვარ მართლმადიდებელი, მაგრამ ვარ ვეგეტარიელი, იმიტომ რომ მიყვარს ცხოველები. ამაზე არ არის საუბარი. ადამიანის სიცოცხლესთან პირდაპირ კავშირშია და 6 დაავადება იყოს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც ადამიანის სასიკვდილოა. ეს პროგრამაც გააუქმეს კახაბენდოქიძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამ დარგის პრაქტიკულად ნულამდე დაყვანა ხდება დღეის მდგომარეობა. მიზერულ თანხაზე საუბრობდით და რამდენად გადაეცა ის 50% და მთლიანად რა თანხაზე საუბრობთ? 4 მილიონი დოლარის ეკვივალენტზე არის საუბარი, რაც შეეხება გადასახდელ თანხას, რაც შეეხება ინვესტიციების ვალდებულებას, ეს არის დაახლოებით 16 მილიონი, თუმცა ინვესტიციების ნაწილშიც გამოსაძიებელია ეს ყოველივე, რამდენად მიზანმიმართულად იყო გახარჯული იმ ხელშეკრულების თანახმად, რომელიც თავისთავად რბილად თქვა სრულფასოვანი არ არის. სტუდენტების აღდგენის მოთხოვნას სასამართლოს უკვე მიმართეთ თუ არა და არის ცალკეული შემთხვევები არის, რომლებიც მიმართეს, ეს ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა იქნეს განხილული სასამართლო საქმეები, თუმცა დღეის მდგომარეობით სასამართლო სისტემა საქართველოში მარტივად რო ვთქვა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე უახლოეს მომავალში სანამ თავისუფალი არ გახდება სასამართლო წარმატების იმედი სასამართლოს მხრივ ნაკლებად აქვს ამ ადამიანებს. ჯგუფურად პროკურატურაში საჩივარს მოაწერა 200-ზე მეტმა პროფესორ მასწავლებელმა, როცა საუბრობენ იმაზე, რომ 5 ადამიანი ყოფილა თურმე აქ მომჩივანი პროფესორი, როგორც კახაბენდოქიძემ იკადრა, ისე როგორც ბევრი რამ იკადრა და ჩვენ მის დონეზე არ დავეცემით, ეს არის ტყუილი, რა თქმა უნდა, მტკნარი. და კახაბენდოქიძე არის ერთ-ერთი ყველაზე უტიფარი ბატყუარა საქართველოში. აგრარული უნივერსიტეტის ყოფილი პროფესორი. მე მინდა კიდევ ერთი განცხადება რომ იცოდეთ ამის შესახებ ბატონ ლაშამ განაცხადა ბაზების შესახებ. სულ რამოდენიმე ალბათ ყველაზე დიდი 20 დღის წინ მოხდა აგრარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი ბაზის დედოფლისწყაროს რაიონში ილია წმინდა, ესეთი სოფელი არსებობს, იქ არის განთავსებული როგორც მიწის ნაკვეთები, ასევე ტექნიკა, აგრარული უნივერსიტეტის ქონება. უცხოელებზე გასვლის და მიწის ნაკვეთები, რასაც სოფლის მოსახლეობამ გაუწია წინააღმდეგობა და მათ ეს შეიტყვეს მხოლოდ მას მერე, რაც ტექნიკის გაყვანა დაიწყეს სოფლიდან და შესაბამისად რეაგირება ჰქონდა. თუმცა მაინც მათი გვერდისავლით მოხდა ამ მიწების გასხვისება, ანუ სოფლის საკუთარი მიწების გასხვისება და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გაყვანა სოფლიდან.
ილია წმინდა ესეთი სოფელი. სიღნაღის რაიონის სოფელი ილია წმინდა. ძალიან მთელი საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ბაზები აგრარულ უნივერსიტეტს. დეტალებზე ალბათ ვეღარ ვისაუბრებთ ყველა დეტალზე. გამოძიება სწორედ იმიტომ უნდა არსებობდეს და იმიტომაც უნდა იყოს ეფექტური, რომ მან უკვე მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეისწავლოს აგრარულ უნივერსიტეტის მიერ განხორციელებული მოქმედებები მას შემდეგ მაინც რაც გადაეცა კახაბენდუკიძის ცოდნის ფონდს. თუმცა აქვე ხას უსვამ. როცა საუბრობენ იმაზე, რომ წინა მმართველობა ძველი უნივერსიტეტისა თუ სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტისა იყო ასევე ეჭვმიტანილი სხვადასხვა დანაშაულებებში, ასე რომ ვთქვათ, ამაზე შეიძლება რა თქმა უნდა საუბარი, შეიძლება კი არა და გამოძიება საჭიროც არის, იმიტომ რომ გრევა ამ სისტემისა არ დაწყებულა კახაბენდუკიძის მიერ. მან გააქტიურა და დიდი მასშტაბების ამ პროცესს თორემ მანამდეც მრავალი პრობლემა არსებობდა და ეს პრობლემები არ იყო დაკავშირებული კვალიფიციური პროფესორ მასწავლებლებთან, ეს პრობლემები იყო დაკავშირებული წინა ხელისუფლებასთან, შევარდნაძის მმართველობის პერიოდს გულისხმობ და მით უმეტეს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებასთან, რომელმაც გადაწყვიტა რომ სოფლის მეურნეობა როგორც დარგი ყოფილა ჩამორჩენილობის ნიშანი და კახაბენდუკიძის სიტყვებია, რომ თურმე რაც ნაკლები გლეხი იქნება, მით ნაკლები პრობლემაა. დაახლოებით ამ შინაარსის ციტატა აქვს მას გაჟღერებული. ერთი რამ მინდა როგორც ერთ-ერთმა იდეოლოგმა წინა ხელისუფლების. მკვეთრად დავაფიქსირო ჩვენ მოთხოვნებში. იმ შეტანილ საჩივარში, რომელიც ჩვენ პრემიერ-მინისტრის სახელზე შევიტანეთ და სხვადასხვა შესაბამის სამინისტროებში ქსელოსლები დავაგზავნეთ და პროკურატურაში მათ შორის უმთავრესი მოთხოვნა ჩვენი ყველასი, როგორც სპეციალისტების, როგორც ქვეყნის პატრიოტებისა და დარგის სპეციალისტების, არის სახელმწიფო სტატუსის დაბრუნება აგრარულ უნივერსიტეტზე. ანუ დღეს გაცხადებულია, რომ სოფლის მეურნეობა არის პრიორიტეტი ქვეყნისათვის, როგორც მრავალი წლების მანძილზე საქართველოში. აუცილებელი პირობაა, რომ სახელმწიფოს ამ პირობებში კონდეს სახელმწიფო სტატუსის მატარებელი უმაღლესი სასწავლებელი. რათა შესაბამისი კადრებით მოამარაგოს სოფლის მეურნეობა, ანუ დააკომპლექტოს ის ვაკანსიები, რაც დღეს საქართველოში არის. ხოლო შემდგომი მოთხოვნები, რაც არის ეს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის საკითხები, რომ ირღვევა აგრარულ უნივერსიტეტში და ეს უნდა მოიხსნას, ეს ყველაფერი მას უკავშირდება, ანუ უპირველეს საკითხს. თუნდაც განთავისუფლებული თანამშრომლობის უკან დაბრუნება აგრარულ უნივერსიტეტში კონკურსის წესით. ეს საკითხიც უკავშირდება ყველაფერი პირველ უმთავრეს საკითხს, რასაც ქვია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სახელმწიფო სტატუსის დაბრუნება. ანუ სახელმწიფო საკუთრებაში უნდა დაბრუნდეს აგრარული უნივერსიტეტი, რასაც გამოძიების ეფექტურად წარმართვის შემთხვევაში კანონიერად და სამართლიანად ჩვენ მივახსენებთ და ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ არ გვექნება ესეთი ცენტრი, რომელიც კონკრეტულად სოფლის მეურნეობაზე უკაცრავად, კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სფეროში სპეციალისტებს მოამზადებს და კვლევით საქმიანობას წარმართავს, სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე საუბარი დარჩება მხოლოდ სიტყვებად. ეს გათავისუფლებული პროფესორები ყველა ერთად ერთიანი განცხადებით 200-ზე მეტმა პროფესორ მასწავლებელმა მიმართა პროკურატურას და იგივე პრემიერ-მინისტრს, იგივე განათლების მინისტრს და სხვა ორგანოების წარმომადგენლებს განცხადებით, რომელშიც მოითხოვდნენ, რომ და პირველივე დღეებიდან მათ მემთხოვეს ჩართვა ამ პროცესში როგორც უფლებადამცველს და ასევე ამ დარგის წარმომადგენელს. ამ განცხადებაში ისინი მოითხოვდნენ და მე მათთან ერთად მოვითხოვ გამოძიების წარმოებას გასხვისების პროცესთან დაკავშირებით, სწავლების ხარისხის გაზრდას და სასწავლო პროცესის ასე ვთქვათ შენარჩუნებას. შეჩერება ჩვენ არ მოგვითხოვია არასდროს და შეჩერების საკითხის წამოწევა წინ არის კახაბენდუკიძის მხრიდან უბრალოდ ძალიან ცუდი და მძიმე ტყუილი ბავშვების ახალგაზრდების წინააღმდეგ გაჟღერებული მანიპულირება მათი ინტერესებით, იმიტომ რომ ამ განცხადებაში ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა. შეჩერებაზე არ ყოფილა ლაპარაკი, იყო ხარისხის გაზრდაზე იყო ლაპარაკი ამ განცხადებებში. ხარისხის გაზრდა კი ნიშნავს იმას, რომ ბაკალავრი კი არ უნდა ასწავლოს უნივერსიტეტში, არამედ პროფესორ მასწავლებელი და ეს არაფერ კავშირში არ არის შეჩერებას. ესენი კურსდამთავრებულები არიან თუ ბაკალავრი? შეწყვეტას თუ უკაცრავად. ბატონო? ესენი კურსდამთავრებულები არიან თუ სტუდენტები არიან? ბევრი არის ბაკალავრის დიპლომის მატარებელი და ბაკალავრის დიპლომი არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ იძლევა საშუალებას უმაღლეს სასწავლებელში, ასე ვთქვათ, მოღვაწეობისა, პედაგოგიური მოღვაწეობისა. ეს არის როგორც წესი, მეც მაქვს ბაკალავრის და ასევე მაგისტრის დიპლომიც მაქვს, მაგრამ ბაკალავრის დიპლომის მიხედვით კვალიფიკაცია ნიშნავს ძირითადად იმას, რომ ამ ადამიანს შეუძლია ასეთ სხვა სფეროში დაკავდეს, მათ შორის სკოლაში იყოს პედაგოგი, რაც ასევე ღირსებული და ღირებული პროფესიაა, ბატონო? სამწუხაროდ კანონით ეს არ არის შეზღუდული, რადგანაც ფაშისტურ გერმანიაში კანონით დაშვებული იყო მრავალი რამ, მათ შორის სხვა ერის წარმომადგენლების განადგურება. კანონიერება ამ შემთხვევაში კანონიერება
ამ შემთხვევაში სამართლიანობას არ ნიშნავს სამწუხაროდ საქართველოში კანონმდებლობა დამახინჯებული იყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ კონსტიტუცია ბოლომდე ვერ დაამახინჯეს და კონსტიტუციის მიხედვით ყველა ჩვენგანს გააჩნია უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომის უფლება, ხარისხიანი განათლების მიღების უფლება, მათ შორის მოქმედ თუ გარიცხულ სტუდენტებს აქვთ უფლება მიიღონ განათლება, ეს განათლების უფლება მათ არავინ არ უნდა ხელუყოს, რაც არ ხდება, ახლა მათ ხელყოფა არ უნდა მოხდეს ამ განათლების ხარისხიანი განათლების მიღების უფლებაში, მაგრამ ეს განათლება რომ ხარისხიანი იყოს, ამისთვის კვალიფიციურმა კადრებმა უნდა ასწავლონ. ამაზეა ლაპარაკი. თქვენ რომ აღნიშნეთ, რომ რამდენიმე წუთს წინ მიმართეთ სხვადასხვა უწყებებს. ზოგიერება იყო თუ არა? განათლების სამინისტროს მხრიდან ჩვენ ხედავთ, რომ არის კონკრეტული მოქმედებები განხორციელებული და ისინი კიდევ მუშაობენ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, რომ ისინი მუშაობენ ამ საკითხებზე, რათა მოხდეს ხარისხის გაუმჯობესება, რაც შეეხება საგამოძიებო ორგანოებისაგან მოქმედებებს, მათი მხრიდან გამოძიება არის თორად დაწყებული, ეს ჩვენთვის უცნობია, თუმცა ეს მოთხოვნა ძალაში. მაგალითად პრემიერ-მინისტრის აპარატიდან თუ კატომანა ეგ. კარგო ხო? ერთი მინიშნება მინდა გავაკეთო. როდესაც ჩვენ შევიკრიბეთ განთავისუფლებული პროფესორ მასწავლებლები, დავწერეთ განცხადება, მაგრამ ამ განცხადების დაწერის პერიოდში და შემდგომ პერიოდში შემოვიდა უამრავი მასალა ჩვენი ყოფილი სტუდენტებიდან და თანამშრომლებიდან, რომ ირღვეოდა როგორც მათი უფლებები, ისე სტუდენტის უფლებები და ჩვენი პირადული განთავისუფლების ამბავი გადავდეთ და უბრალოდ დავიწყეთ ბრძოლა, რომ გადავარჩინოთ აგრარული უნივერსიტეტი. აი, მხოლოდ ჩვენი მიმართვა არის ეს, რომ დაუბრუნდეს სახელმწიფოს და აღზარდოთ საუკეთესო სტუდენტები, როგორცაც ზრდიდით. და მთელ ქვეყანაში არის მოფენილი ჩვენი საუკეთესო ვეტერინარები საზღვარგარეთ. ძალიან ბევრთან მაქვს მე კავშირები და უბრალოდ ჩვენ პირადულად არ მოვითხოვთ აღდგენას ამ ეტაპზე, მოვითხოვთ მხოლოდ და მხოლოდ რომ აღდგეს აგრარული უნივერსიტეტი, ვეტერინარია, ზოოტექნია, აგრონომია და შემდგომი დარგები და დაუბრუნდეს სახელმწიფო დაქვემდებარებაში იყოს და თავრობამ ამის მხრივ აგრონომია და ვეტერინარია აფინანსებს უფასოდ. სწავლება იქნება უფასოდ. ეს ძალიან დიდი გამარჯვება არის და ორი სპეციალობა და იანვრიდან სხვა სპეციალობებიც დაემატება ამას და მე მგონია რომ რაღაც საშველი დაადგება. მათ შორის მეტყევებაც უნდა იყოს მაგალითად, იმიტომ რომ საქართველოში ამ დარგში არის სერიოზული პრობლემები და საქართველოს ტერიტორიის 52% ოფიციალური მონაცემებით ტყით უნდა იყოს დაფარული, თუმცა ინვენტარიზაცია დღემდე ჩატარებული არ არის და ალბათ რეალურად გაცილებით ნაკლები დაგვრჩა. ასე რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ეს არ ეხება კონკრეტულად მხოლოდ და მხოლოდ ამ წუთას არსებულ ვითარებას. მთელი საქართველოს ბედი ამაზე დამოკიდებული და ვეტერინარიას რაც შეეხება, მე მინდა კიდევ ერთი საკითხი დავამატო. გარდა განათლებისა, გარდა იმისა, რომ კვლევის ნაწილში არის პრაქტიკულად სტაგნაციური მდგომარეობა, არის პრობლემა ის, რომ წინა ხელისუფლება მოასრო და რაიონული ვეტერინარული სამსახურების სისტემა მთლიანად გაანადგურა და ამან გამოიწვია სხვადასხვა ეპიზოდიური აფეთქებები, იქნებოდა ეს ღორის დაავადებები, იქნებოდა ეს ქათმის დაავადებები თუ სხვა, რამაც უამრავი ოჯახის, ათასობით ოჯახის მატერიალური კრიზისი გამოიწვია, მეტი რომ არ ვთქვათ. და ქვეყნის განვითარება, მეცხოველეობის, სოფლის მეურნეობის, მეტყევების გარეშე და ადამიანის სიცოცხლის დაცვა ვეტერინარიის გარეშე შეუძლებელია, ამაში იმედია არავის შეგვედავება და დღეის მდგომარეობით ამ მონაცემებით ეს სფერო არის პრაქტიკულად ბოლომდე დეგრადირებული. ანუ საკმარისია. დიდი მადლობა. კითხვები თუ გაქვთ და კითხვები თუ გაქვთ. დიდი მადლობა. მადლობა.